დღეიდან შევიდა ძალაში 6 წელზე ძველი ავტომობილების გამბაჟების გაძვირებული ტარიფი. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ღირებულება 5-6 ჯერ გაძვირდა. მაგალითად, თუ კი აქამდე 1.6-იანი ძრავის მქონე მანქანის გამბაჟება 1300 ლარამდე ჯდებოდა, ახალი ტარიფის მიხედვით 7200 ლარი გამოდის. ამ გადაწყვეტილების ავტორები ცვლილებას ეკოლოგიაზე ზრუნვით ხსნიან. ავტოიმპორტიორები კი აცხადებენ, რომ დღეიდან ამ სფეროში სამუშაო ადგილები საგრძნობლად შემცირდება, რადგან შემცირდება მანქანების მყიდველთა რაოდენობაც. ფორმულას ჟურნალისტი მარიამ ლეკიაშვილი ესაუბრა ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. მარიამ, რა სახის ცვლილებებს ელოდებიან ამ სექტორში და რაზე და ვისზე მოახდენს გაზრდილი გადასახადი გავლენას? Დიახ, როგორც უკვე ახსენეთ, დღეიდან შევიდა ძალაში კანონპროექტი უცხოეთიდან მანქანების შემოყვანას და მათი გამბაჟების გაძვირების, ტარიფების გაძვირების შესახებ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ქართული ოცნების პარლამენტმა დაჩქარებული წესით და მესამე მოსმენით დაამტკიცა. ეს კანონი უფრო კონკრეტულად ეს კანონი მოიცავს იმას, რომ 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების, სხვადასხვა ძრავის ავტომობილების საბაჟო ტარიფი იზრდება 1.5 ლარით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის ეს ტარიფი გაიზრდება 4.5 ლარით. შესაბამისად, მანქანების საბაჟო ტარიფი საშუალოდ 5-6 ჯერ გაიზრდება და 5-6 ჯერ გადაამატებს იმ ფასადაც აბაჟებდნენ მანქანებს აქამდე საქართველოში. ჩვენ ვესაუბრეთ დარგის ექსპერტებს, იმ ავტოიმპორტიორებს, რომლებიც უკვე მრავალი წლის განმავლობაში არიან დაკავებული უცხოეთიდან მანქანების საქართველოში შემოყვანით. ისინი ამბობენ, რომ ეს ახალი კანონი მხოლოდ და მხოლოდ პრობლემას შეუქმნის ამ სფეროს, დაიკარგება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, ვინაიდან ის ავტოდილერები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ უცხოეთიდან მანქანების შემოყვანით, გაზრდილი ტარიფების სანაცვლოდ მათ აღარ უღირთ ამ მანქანების საქართველოში შემოყვანა, შესაბამისად დაიკარგება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. მათ ასევე არ აქვს არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გეგმა აქვს ქართულ ოცნებას, როგორ დაინერგება ეს ახალი კანონი საქართველოს ყოველდღიურობაში. ისინი ასევე ჩვენთან საუბრისას ამბობენ იმასაც, რომ როდესაც პარლამენტში განიხილებოდა ამ კანონის მეორე მოსმენა, ავტოიმპორტიორები იყვნენ მისული პარლამენტში, უნდოდათ ამ სესიაზე დასწრება, თუმცა პარლამენტარებმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, მათ ჰქონდათ კითხვები, რომლებზე პასუხიც მათ დღესაც არ აქვთ. ისინი ასევე ჩვენთან საუბრისას ამბობენ იმასაც, რომ ეს ახალი კანონპროექტი ძალიან დიდ პრობლემას შექმნის ადგილობრივ ბაზარზეც. ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილებს, როგორც კომპანიების მხრიდან, ასევე დილერებიდან და პარალელურ რეჟიმში ფაქტურად ბაზარი ფინანსურად ჩაიკეტება. თვითონ რასაც გამოსვლებში უყურებთ ერთი და მეორე, რაც განმარტებით ბარათში არის მითითებული, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს სამწუხაროდ. იმიტომ რომ ერთ-ერთი კითხვა ჩვენი ის იყო მათ შორის, რომ ელემენტარულად რა პერიოდის განმავლობაში ამ პოლიტიკას რო განახორციელებდნენ, თუნდაც რა პერიოდის შემდეგ გულისხმობდნენ და აპირებდნენ, ვარაუდობდნენ უკაცრავად, რომ თქვათ ეკოლოგიურად მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. არ არის ვადებით მიხედვით გაწერილი გეგმა, არ არის მკვეთრი ხედვა ამასთან დაკავშირებით, რაღაც საღი აზრი ამასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში არც განმარტებით ბარათში და არც მათ გამოსვლებში არ იკითხება. ავტოპარკში გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი 6 წელზე უფრო ანდაზმული ავტომანქანა და უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ავტომანქანების ფასები გაძვირდება, რადგანაც გამბაჟების ასეთი რეჟიმის პირობებში უბრალოდ ჩამოყვანა კარგავს ფასს და აზრს და რადგანაც ჩამოყვანა კარგავს აზრს, ავტომატურად წარმოიდგინეთ 7 წლის მანქანის ფასი ყისიერად შეიძლება გაიზარდოს, არ ვიცი, ათეულობით პროცენტით, თუ არა გაორმაგდეს. შესაბამისად, ეს არის მეორე პრობლემა. ანუ ის კი არა, რომ ვერ ჩამოიყვანს ადამიანი, ასე ვთქვათ, ბევრი ადამიანი მანქანას საქართველოში. ამავდროულად მანქანების ფასი საქართველოში ყისიერად გაძვირდება. საინტერესოა, როგორ აპირებს ახლა ქართული ოცნება ამ ახალი კანონპროექტის ქართულ რეალობაში რეალიზაციას. შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალი კანონპროექტის მიღებამდე ქართულ ოცნებას ავტომობილებთან დაკავშირებით ჰქონდა საერთოდ სხვა გეგმა, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანა საერთოდ აკრძალულიყო, თუმცა მოგვიანებით ქართულმა ოცნებამ ეს ინიციატივა შეცვალა.